საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. ჩვენი საუბრის თემა იქნება ვაჟა-ფშაველას ლექსი იას უთხარით ტურფასა. ეს არის ქართული ლირიკული პოეზიის შედევრი, პატარა შედევრი. ვაჟა-ფშაველამ ეს ლექსი მიუძღვნა თავისი საყვარელი მეუღლის კეკე ნებიერიძის გარდაცვალებას. თუნებას მომცემთ, მე გიამბობთ მისი სიყვარულის ამბავს თავიდან ბოლომდე, ან დამით საშუალება მოგეცემათ გაიაზროთ, რატომ უწოდა ვაჟა-ფშაველამ აი ამ ქალის სახეს, სწორედ რატომ წარმოიდგინა ვაჟამ ქალის სახე იად. ვაჟა-ფშაველამ პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ მოხვდა გორის მახლობლად სოფელ ოთარაშენში ოთარ ამილახურის ოჯახში. ის მიიწვიეს იქ შინაურ მასწავლებლად და ამავე დროს ბიბლიოთეკის მოსაწესრიგებლად. ვაჟამ ამ ოჯახში 2 წელი გაატარა და თავდავიწყებით შეუყვარდა ოთარ ამილახურის უკანონო ასული კეკე ნებიერიძე. ქალი იყო დედის გვარზე. ამ დროს ქალი გათხოვილი იყო, დაქვრივებული და შინ მობრუნებული. მაგრამ იყო ძალიან სათნო, ნასწავლი, ნაკითხი, განათლებული, ძალიან კეთილი და ძალიან ლამაზი. მაგრამ ყოფილა ტანდაბალი და მომცრო, რაღაც იასავით თითქოს პატარა. და ვაჟას და კეკეს ერთმანეთი შეყვარებიათ. ვაჟას ხელიც უთხოვია ოთარ ამილახურისთვის, მაგრამ ამილახვარი იმდენად პატივს სცემდა და ისე უყვარდა თავისი ასული ამილახვარს, რომ უარი უთქვამს ვაჟასთვის, დაუწუნებია ვაჟა, გლეხი ხარო, ხომ არ გგონია, რომ გლეხური ცხოვრებისთვის მემეტება ის თავადის ქალიო. და ვაჟამ, თავმოყვარე ამაყმა ვაჟამ მიატოვა ოთარ ამილახურის ოჯახში სამსახური, დაუბრუნდა თავის ჩარგალს და ქალისაგან პირობა მიცემულმა თავისი მეგობრების დახმარებით ქალი ოთარ ამილახვარს მოსტაცა. თუმცა თურმე სანამ ჩარგალში გაიტაცებდა, მათ შორის ესეთი დიალოგი გაიმართა. ვაჟამ აღუწერა ქალს ის მძიმე ყოფა, რაც ელოდა ჩარგალში, ღარიბი, დუხჭირი ცხოვრება, გლეხური ცხოვრება. და ქალს უკან არ დაუხევია, იმდენად უყვარდა ვაჟა, რომ თან გახვა. და ამ სიყვარულის შესახებ სოფელში დადიოდა ლეგენდები. მე მინდა გითხრათ ერთი რამ, ბავშვებო, რომ მთაში საერთოდ სიყვარული, რა თქმა უნდა, არსად უცხო არ არის და მით უმეტეს მთაში მთას თავისი დიდი ვნება აქვს სიყვარულისა, მაგრამ მთაში აკრძალულია ამ სიყვარულის აშკარად გამომჟღავნება ქალისთვისაც და კაცისთვისაც. ამიტომ ესე იოლად ისინი თავის გრძნობებს, თავის შინაგან სამყაროს სხვას, ეს მეზობელი იქნება, მეგობარი იქნება, შეყვარებული იქნება, ცოლი იქნება თუ ქმარი იქნება, ასე იოლად არაჩვენებდნენ. გეტყვით ერთ დღეს თითქმის და დაუჯერებელ ამბავს. ზოგჯერ ქალი ისე წავიდოდა ამ წუთის ოფლიდან ან ქმარი, რომ თავისი მეუღლის სახელს სხვებისთან დასწრებით, თუნდაც ოჯახისთან დასწრებით ხმამაღლა ვერ წარმოთქვამდა. ეს იყო ადათი, ეს იყო წესი და ეს იყო აუცილებლად დასაცავი, მაგრამ აი ამ ბარელ ქალს, რომელსაც თავიდანვე თითქოს ფშავლები ეჭვის თვალით უყურებდნენ, ესე იგი იმდენად უყვარდა თავისი მეუღლე, რომ აი ამ მკაცრი, მთასავით მკაცრი ადათ-წესის წინააღმდეგაც გამოდიოდა. აი მეორე მეუღლე ვაჟასი არ გაგიკვირდეთ ამასაც მე გიამბობთ, რატომ შეირთო ვაჟამ მეორე მეუღლე, მეორე ცოლი. აი მეორე ცოლს ცოტა ირონიის საგნად გაუხდია, საგანი და უთქვამს, ისეთი თავშეუკავებელი ქალი იყო და იმდენად ყვარებიაო თავისი ქმარი, რომ როცა ჩარგლის აღმართზე, სახლის აღმართზე ამომავალს დაინახავდაო, გაექანებოდა და ყელზე ჩამოეკიდებოდა. ეს მისთვის იყო სასირცხვილო. თამარ დიდებაშვილისთვის, მეორე მეუღლისთვის და ბარელი ქალისთვის ეს იყო იმ დიდი გრძნობის გამოხატულება, რომელსაც მთა და მთის სიმკაცრეც კი ვერაფერს ვერ აკლებდა და ვერ აყოვნებდა და ვერ ფარავდა და ვაჟაც თურმე ღიმილით შეეგებებოდა და ხშირად ხელში აყვანილიც აუყვანია თავიანთ გლეხურ ქოხში. ერთი სიტყვით ვაჟას და კეკეს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ და ამ სიყვარულით შექმნილ ოჯახში სწორედ 4 შვილი დაიბადა. თამარი, ლევანი, გულქანი და მარიამი. და როცა კეკე მეხუთე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო, ვაჟა სტუმრად წავიდა თავის დასთან, მართასთან კახეთში.
ყვარელში, კერძოდ ყვარელში. იქ შეყოვნებულა ვაჟა, ამასობაში თოვლსაც ჩამოუყრია მთებზე და გაჭირდა შინ დაბრუნება, ვაჟას გაუჭირდა შინ დაბრუნება. ეთყობა საოჯახო საქმეები აიძულებდა კეკეს, რომ მძიმე ტვირთი აეწია. აი ასწია ეს მძიმე ტვირთი და რაღაცა ძას აბედისწერო შედეგიც მოხვა ამას ყველაფერს, მას მუცელი მოეშალა, ვერაფრით სოფელში ვეღარ გადაარჩინეს კეკე. და კეკე დაიღუპა, გადახვა აი ამ მეხუთე ბავშვის მოულოდნელ მშობიარობას. ზოგი აბრალებს რომ გაუფრთხილებლობას გადახვა, მაგრამ ნუ რაც უფალს დაუწერია ჩვენ შუბლზე, ის ხომ არც აქცდება და არც კეკეს ასცდენია. და ვაჟას ძალიან უჭირდათ ვაჟასთვის ამის შეტყობინება და კიდევ უფრო უარესი მიცვალებულსაც დაუმარხავად ხომ ვერ დატოვებენ და აი ვაჟას ძმამ ბაჩანამ, იგივე ნიკომ, იმავე ნიკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანამ ვაჟა დაბრუნდებოდა, მანამდე კეკე დაესაფლავებინათ. და ეს აღმოჩნდა ცოტა საბედისწეროც, იმიტომ რომ ვაჟამ მით უმეტეს როცა ყვარელში გაიგო ცოლის გარდაცვალების ამბავი, ღამით გაიგო, მაშინაც დომებია შინ დაბრუნება, მაგრამ ეს დამ დაუშალა, იმიტომ რომ ღამე იყო, შეიძლება თვითონაც რამე უბედურებას გადახუროდა და ურჩია რომ დილით წასულიყო და დილით წამოსულმა ვაჟამ ცოლის დაკრძალვას უკვე ვეღარ მოუსწრო და როგორც ფშავლები ყვებიან თუ მოგონებებს წაიკითხავთ ბავშვები, ესეც არაჩვეულებრივი იქნება, არის ესეთი ძალიან კარგი წიგნი კაი ყმა ვაჟას საიუბილეოდ გამოცემული კრებული გახლავთ და იქ ამოიკითხავთ აი ამ სტრიქონებსაც, რომ როცა ვაჟას ჩარგლისკენ შემოუხვევია და მით უმეტეს სოფლელები გოლოვით მიჰგებებიან და ცოლის გარდაცვალება მიუსამძიმრებიათ, ვაჟა სახლში არც ასულა, პირდაპირ სასაფლაოზე მისულა და აი სწორედ მაშინ საფლავისთვის, უფრო სწორად კი მიწისთვის მიუბარებია თავისი ტურფა ია. ეს ლექსი ვაჟამ კეკეს საფლავს ჩაასტირა. ფშავში იცით თქვენ რომ არის ესეთი საოცარი ჟანრი ხალხური პოეზიის, ეს არის ხმით-ნატირლები და ეს ლექსი ჩემი აზრით არის აი კაცის ნატირალი, ეს არის ხმით-ნატირალი დაკარგული სიყვარულის გამო, დაკარგული მეუღლის გამო. ერთხელ კიდევ თქვენი ნებართვით მე ამ ლექსს წაგიკითხავთ და ერთხელ კიდევ ერთად ვიგრძნოთ აი ამ დიდი ადამიანის, დიდი პიროვნების გამოუხატველი ტკივილი. იას უთხარით ტურფასა, მოვათა შეგჭამს ჭიაო. მაგრე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო, შენ ნუ გგონია სოფელი, სამოთხის კარი ღიაო. ნუ მოხვალ მიწას ეფარე, მოსვლაში არ აყრიაო. ნუ ნახავს მზესა ინანებს, განასულ მუდამ მზეაო. მიწავ შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენო პატრონე ემშობლე როგორაც შენი ზნეაო. გასაგებია, იმედია გასაგებია, რომ ეს ლექსი არის დაწერილი დიდი ტკივილით, დიდი გულის ტკივილით და რა თქმა უნდა ამ ისტორიის მერე უკვე მე მგონი ეჭვიც აღარ გაგიჩნდებათ იმის შესახებ, რომ ტურფა ია ეს ის პატარა ქალია, რომელიც ვაჟას გულიდან სიცოცხლის ბოლომდე არ ამოშლილა და მე ვეცდები რომ როგორღაც აი ჩემი მოსაზრება დაგიდასტუროთ და თუ გაიზიარებთ არაჩვეულებრივი ექნება თუ არა და მომიცია ნება და თქვენ თვითონაც ალბათ უნდა ფიქრობდეთ ამის ინტერპრეტაციაზე და რამის სხვა განმარტების მოფიქრებაზე. ტურფა ია ვაჟას შემოქმედებაში ძალიან ხშირად გამოჩნდა, შეიძლება ნასწავლიც გაქვთ, პატარა მოთხრობა ია, სადაც ია არის სილამაზის, სიყვარულის, სიცოცხლის სახე-სიმბოლო, სადაც იას უხარია ის, რომ ლამაზია, მშვენიერია, ლამაზი ლურჯი კაბაცვია, ტყეში მოსულია, უყვარს ის დიდ ხეებსაც, პატარა ყვავილებსაც, მეგობრები ყავს, ადგილის დედას ყურს უგდებს და ია არის ის არსება, ვაჟას აი ამ პატარა ნოველაში, არაჩვეულებრივ ნოველაში, ია არის ის, ვისაც ბუნების მტერი ადამიანი, თოფითა და ცულით შეიარაღებული ადამიანიც კი ებრალება. წარმოიდგინეთ, ებრალება იმის გამო, რომ ადამიანი არის დაუნდობელი, რომ ადამიანის გულში უკვე სიყვარულს ადგილი აღარ აქვს და უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანის გული ვერ ხედავს რა ლამაზია და რა მშვენიერია
სამყარო. ეს პატარა ნოველა, რომელიც 1886 წელს არის დაწერილი, სხვათა შორის ვაჟას და კეკეს შეუღლების წელს არის დაწერილი, თითქოს ცოტა წინასწარმეტყველურიც კი გამოდგა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს პატარა ნოველა თან აღწერს ის სილამაზეს, ის განცდებს, ის დიდ სიყვარულს გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ, მაგრამ ამავე დროს ის აი დიდ საწუხარზე, დიდ გულის ტკივილზეც გვეუბნება, რომ ის სიცოცხლე ხანმოკლეა. მოდით აი ეს პატარა თანდართული ნოველასთვის თანდართული ლექსით გავამყაროთ ეს ჩვენი წარმოდგენა. ვაჰმე რა საბრალო არის, ია მოსული მთაზე და ბეჩავს დააზრობს სიცივე, ან ელვას დაჰკრავს თავზე და ღმერთს მიუცია საწყლისად მოკლე სიცოცხლის ჟამია, ქვეყნისა მისგან შვენება ბეჩავი წამია, ია დაიწყებს ყდომასა, დაიქვითინებს ვაჰმეო, თუ გამაჩინე უფალო, დიდი დღე, რა დარმამეო. აი, ნახეთ, ია არის სიცოცხლეს მონატრებული და კეკეც ნაადრევად წავიდა ამ წუთის სოფლიდან და თითქოს აი ამიტომ მგონია, რომ ეს პატარა ნოველა ერთგვარი წინასწარმეტყველებაც კი გახლავთ. სათქმელმა, რომ სხვა მიმართულება არ მიიღოს, დავუბრუნდებით ისევ ლექსს და დავადასტურებთ ერთ რამესაც, რომ აი ნახეთ, იას უთხარით ტურფას ამოვადა შეგჭამს ჭიაო. ვაჟა თითქოს ვიღაც მესამე პირს აბარებს, კეკესთან აბარებს იასთან, გადასცეს, რომ სიცოცხლე აუცილებლად მთავრდება სიკვდილით. და ამიტომ ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის. თვითონ გულატკებულ ვაჟას უნდა ქალი დაამშვიდოს, უნდა ის სიკვდილით მოგვრილი, განშორებით მოგვრილი, უпростоრად ტკივილი შეუმსუბუქოს საიქიოში. და ალბათ ამიტომ აბარებს და ეუბნება, რომ სიცოცხლე გვირგვინდება, სიცოცხლე მთავრდება სიკვდილით და ნების ის, ვინც იბადება, აუცილებლად კვდება და რადგან კვდება, ის მიწად მიიქცევა და მიწაში ჭიის საჭმელიც ხდება. მაგრე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო, შენ ნუ გგონია სიცოცხლე 60-ის კარიღიაო. ესე იგი, ადამიანმა ამ წუთის სოფელში მოსულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიცოცხლე მარტო სიხარული არ არის, სიცოცხლე მარტო ტკბობა არ არის, 60-ში მოსვლა არ არის და აქ მყოფმა ადამიანმა იმაზედაც უნდა იფიქროს, რომ სიკვდილი გარდაუვალია და სიცოცხლე აუცილებლად სიკვდილით მთავრდება. ამიტომ აი ეს აუცილებლობის განცდა თითქოს უნდა ანელებდეს კიდევაც სიკვდილის ტრაგიზმს, მაგრამ ვაი რომ ვაჟამ ეს იცის იასთან დასაბარებლად, მაგრამ თვითონ ამ ტკივილს თითქოს და ვერც კი უმკლავდება. და უკვირდით რა საინტერესო რამ არის, აი სიკვდილისაგან ასე გულდაჩაგრულმა კაცმა უცბად ესეთი ფრაზა თქვა, ნუ მოხვალ მიწასებარე, მოსვლაში არ აყრიაო. ვაჟა ოპტიმისტი იყო და ვაჟას სიცოცხლის მიმართ ნამდვილად არ ჰქონდა ესეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, არასდროს არ ტყდებოდა, მაგრამ ნახეთ რა უცნაური სიტყვებია. ცხოვრება ამაოა, აქ ჩანს გამოძახილი ბიბლიური ეკლესიასტესი, რომელიც ამბობს ამაოებათა და ყოველივე არის ამაო. აი თითქოს ვაჟა ბიბლიური კაცივით, ბიბლიური პერსონაჟივით სწორედ ჩივის იმას, რომ ამ წუთის სოფელში, ამ სიცოცხლეში, ამ სიცოცხლეში აზრი არ არის, აზრს თითქოს ვერ ხედავს ამ სიცოცხლეში და აი თითქოს იმ ქალსაც, იმ თავის სატრფოსაც, უკვე გაღმა გასულ ქალს, საიქიოში გასულ თავის საყვარელ არსებას ამშვიდებს, რომ რადგან სიცოცხლე არაფერი, რადგან სიცოცხლეს აზრი არ აქვს, ამიტომ არც იმაზე ღირს ჩივილი და განცდა, რომ ის უკვე აღარ არის ამ სიცოცხლეში, ამ წუთის სოფელში. აი დაუკვირდით კიდევ, ანუ ეს არის დამშვიდება თავისი საყვარელი ადამიანისა. ნუ ნახავს მზესა ინანებს, განასულმოდა მზეაო. ანუ წარმავალი მზე არის ამ წუთის სოფელში და დაუკვირდით ამ საინტერესო სახესაც, ეს ყველაზე საინტერესო სახეა, რომ ესე იგი ადამიანი, რომელიც ამ წუთის სოფელში მზეს უცქერს, მზეს უყურობს, თითქოს ის განწირულია სინანულისთვის, რომ ოდესღაც ის ამ მზეს ვეღარ დაინახავს, ვეღარასოდეს ვერ ნახავს. ლექსის მეორე ნაწილი აბსოლუტურად ხმით ნატირლის მსგავსია, იმიტომ რომ აქ ხდება ტრადიციული, როგორც მოტირალი ქალები აბარებდნენ ხოლმე თავიანთ საყვარელ ადამიანს, ეს ქმარს, მეუღლეს, შვილს თუ სხვა ახლობელ ადამიანს, მიწას, აი ზუსტად ასე აბარებს მიწას თავის საყვარელ არსებას
ვაჟა და ეუბნება მიწავ შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფაიაო შენ უპატრონე მშობლე როგორაც შენი ზნეაო და საინტერესოა რა არის მიწის ზნე მიწა თბილია მიწა პატრონია მიწა თბილია ადამიანისათვის და აი ძალიან ბევრ ხალხურ ლექსში მით უმეტეს ხმით ნატირლებში ჩვენ ცოტა აპოლოგიასაც კი შევხვდებით მზისას აი ისევ ვაჟას ერთ-ერთი თანამედროვე მოხუცი ქალი როგორ დასტირის ერთ-ერთ ბეჩავკაც ღარიბ ღატაკ უპოვარ იერემიას მაჰკდია ბეჩაო იერემო დასდევა სიღარიბის ჯოხი მიწანიმც დაილოცებიან შიშველნი დაგიფარნეს ხორცნი დაუკვირდით ესე იგი მიწა დალოცვილია იმიტომ რომ მას შეუძლია უპოვარი ადამიანის შემოსვა მას შეუძლია ამ წუთისოფლიდან წასული ადამიანის დაფარვა შენახვა თავის წიაღში მიღება და მისი პატრონობა მე ერთ პარალელს კიდევ გავავლებ იმიტომ რომ თქვენ მთელი და უფრო სრული წარმოდგენა შეიქმნათ ამაზე ან ფიქრი გაგექცეთ ფიქრი იქისკენ რომ უფრო მეტ ლექსს და უფრო მეტ მოთხრობას ვაჟა-ფშაველასას როცა წაიკითხავთ აი თქვენ იფიქროთ იმ პარალელებზე რომელიც შეიძლება ამ ლექსს გქონდეს მე გიხსენებთ ერთ არაჩვეულებრივ ლექსს კიდევაც ვნახავ გაზაფხულს რომელიც კეკეს გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ არის დაწერილი და აი აქ ესეთი ფრაზა ის ნამდვილად სხვა თემაზე და ბევრ სხვა რამესაც მოიცავს ეს ლექსი მაგრამ იქ გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი სიტყვები კიდევაც ვნახავ გაზაფხულს ყელმოღერებულ სიასა სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს იმის სიცოცხლეს ღვთიანსა პოეზია გვაძლევს იმის უფლებას ვივარაუდოთ რომ ვაჟა ოცნებობდა საიქიოში თავის ყელმოღერებული იასთან შეხვედრაზე ეს არის სიყვარულის მარადისობა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე